თქვათ ასეთი ამოცანა გვაქვს. ჩავწეროთ ამ ამოცანის ეკვივალენტური სტანდარტული სახის ამოცანა. პირველ რიგში უნდა მოუვაროთ მუტოლოგებს, ისინი განდოლებებას უნდა ვაქციოთ. პირველი განდოლება არის და მას არაფერი არ ჭირდება, ამიტომ გადავიწერეთ მეორე მუტოლოგის მარცხენა მხარეს დავუმატოთ ახალი ცვლადი, ეგრეთ წოდებული დამატებითი ცვლადი და ეს მუტოლობა იქცევა განდოლებას და მესამესაც დავუმატოთ ცვლადი ოღონდ სხვა x4 და ესეც გადაიქცევა განდოლება. ამით მუტოლობების განდოლებება გადაქცევა დამთავრდა. სხვათა შორის ეს ცვლადები ორივე x3 და x4 მეტია ნული ნულზე. ანუ არაუარყოფითია. რატომ? იმიტომ რომ ესენი წარმოადგენენ განსხვავებას მარჯვენა მხარესა და მარცხენას შორის, ხო? რადგან მარჯვენა მეტი იყო მარცხენაზე. ანტოლი. ყველაზე ცუდ ვარიანტში ეს x3 და x4 იქნება 0 და 0 იქნება იმ შემთხვევაში, როცა ეს არამკაცრი მუტოლობა გაკმაყოფილდა როგორც განდოლება და იქნება დადებითი. მაშინ როცა ეს არამკაცრი მუტოლობა გაკმაყოფილდა როგორც მკაცრი მუტოლობა. ანუ მარცხენა მხარე თუ ნაკლებია მარჯვენა მხარეს. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ პირველი ცვლადი არის ნიშნით შეუდგავი და ჩვენ ასეთი არ გვაქვს სტანდარტულ ამოცანაში და ამიტომ უნდა მოვახდინოთ ამ ცვლადის გარდაქმნა. შემდეგი ფორმულით x1-ის მაგივრად ყველგან უნდა დავწერო x1 პლუსიანს მინუს x1 მინუსიანი. ეს პლუსიანი და მინუსიანი აღნიშნაა და მეტი არაფერი. ჩვენ შეგეძლო გაგეწერა აქ x5 და x6. არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. თან x1 პლუსიანიც და x1 მინუსიანიც ორივე ედიანტოლი ნულზე, რადგან ცნობილია რომ ნებისმიერი სიდიდე ყოველთვის შემიძლია წარმოადგინო ორი არაუარყოფითი სიდიდის ცხოველის სახით. ახლა ამას შევიდან ყველგან აი ამ ჩემს საწყის ამოცანაში და მივიღებ ამოცანას, რომელიც იქნება სტანდარტული სახის. გვექნება 3x1 პლუსიანი მინუს 3x1 მინუსიანი მინუს 2x2 აი ამ ფუნქციის მინიმუმი. შემდეგ x1 პლუსიანი მინუს x1 მინუსიანი მინუს x2 უდრის 10. შემდეგ 3x1 პლუსიანი მინუს 3x1 მინუსიანი მინუს 4x2 პლუს x3 უდრის 5 და x1 პლუსიანი მინუს x1 მინუსიანი მინუს 2x2 პლუს x4 უდრის 3 და ყველა ცვლადი, რომელიც მონაწილეობს ამ ახალ ამოცანაში. x1 პლუსიანი, x1 მინუსიანი, x2, x3 და x4 ყველა მესამე ანტოლი მოდის. ესე იგი, ეს ამოცანა უკვე არის სტანდარტული სახის ამოცანა. მისი ამოცანა შეიძლება მაგალითად სიმპლექს მეთოდით. სიმპლექს მეთოდით ამოცანა ჩვენ მოგცემს იმ 5 ცალ რიცხვს, რაც იქ ბოლოში წერია და მათი მნიშვნელობები მე როცა მეცოდინება x1-ის მნიშვნელობას აი ამ ფორმულით ავიდგენ. იმიტომ რომ x1 პლუსიანი და x1 მინუსიანი ამ ამოცანაში საერთოდ არ იყო, ეს არის ჩვენი საწყისი ამოცანა. საბოლოოდ ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ x1-ის და x2-ის მნიშვნელობები. x1-ს აქედან გავიგებთ, x2 ახაც არის, x3 და x4 არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ესენი დამატებითი ცვლადებია.
აი ეს არის ეს საკითხი. ანუ მოდელი ამის სათაური ასეთია. მოდელი ჩაწერეთ სტანდარტული სახით და ჩავწერეთ. გასაგებია, ახლა კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ და მე გადავიდეთ სხვა რამეზე. აბა ვინ გამოვა? კიდევ ერთი ამნაირი მაგალითი გავაკეთოთ. ცოტა სხვა ნიუანსები, რომელსაც ექნება ისეთი, რომელსაც უნდა ყურადღებას მიცევა. საშაბეებს ახლა და ახალი მაგალითი დავწეროთ. Avtorul ასეთი მაგალითი 4x1 minus x2 მინიმუმი. minus x2 ხო, minus x2-ის მინიმუმი. შეგვიძლია ასეთი. minus 3x1 მუხმაურობ. minus 3x1 plus x2 ნაკლებია ანტოლი 7-ზე. და 2x1 minus 3x2 მეტია ანტოლი 5-ზე. x1 მეტია ანტოლი 9-ზე. და x2 ნიშნით შეუზღუდავია. აი ამ ამოცანის შესაბამისი სტანდარტული ამოცანა დავწერთ. ამას ვაკეთებთ ორ ეტაპად. ჯერ უტოლობები აქციოდ ნამდვილდება. ეს შეგიძლია ჯერ არ დაწერო, იმიტომ რომ მაგას ჯერ არ ვიხსენებ. ეს უდრის ცოტა გაწია იქეთ, იმიტომ რომ მე კიდე მეოთხე წლები გამოსვლა. ახლა მეორე მინუსი დავწერე, რა თქმა უნდა. აქ უნდა დაიწეროს minus x2. გასაგებია ყველასთვის რატომ? მარცხენა მხარე მეტია მარჯვენა მხარეზე. ამიტომ რადგან x2 მე მინდა იყოს არაუარყოფითი, ცხადია ეს მინუსი უნდა დაიწეროს. ხო? ახლა შეგვიძლია უკვე მოახდინო იმ x2-ის ცვლადის გარდაქმნა, ანუ x2-ის მაგივრად დავწეროთ x2 პლუსიანს minus x2 მინუსიანი და ეს ყველაფერი შეიტანო მიზნის ფუნქციაშიც და იმ შეზღუდვებშიც. ანუ საბოლოო მიზნის ფუნქცია იქნება 4x1 minus მინიმუმი. ეხლა მან იგულისხმება რომ 0 ჯერ x3 და 0 ჯერ x4-ია, ხო? არ უნდა დაიწერა, რა გინდათ რა? x2 გარდაქმნით, იმიტომ რომ x2 გარჩნდებოდა, x1 იყო არაუარყოფითი. As როცა ორივეს ნიშანი არ ვიცით, მაშინ ორივე დაჭირდება. 2x1 minus 3 x2 plus 3 x2 minus და ყველა ეს ცვლადები ხუთივე მეტია ანტოლი 9-ზე. ხუთივე ცვლადი ყველა x1 x2 პლუსიანი ეს ხოქაი დაწერეზები მეტია ანტოლი 9-ზე. ეს ერთი საკითხი სულია მეტია ანტოლი 9-ზე. აი ეს ამოცანა არის ეს საბოლოო კაფე, რასაც ჩვენ სტანდარტულ ამოცანას ვეძახთ. ეს საკითხი დამთავრდა. ახლა გრაფიკული მეთოდით გავივარჯიშოთ, იმიტომ რომ